კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ რადიო იმედის და ტელეიმედის პლატფორმებზე. საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემით დავბრუნდით, გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ ჰაერის ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში და ფოკუსირებას გავაკეთებთ დედაქალაქზე 2026 წლის პირველი 5 თვის მონაცემებს შევაჯამებთ და ჩვენი სტუმარია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სოფო ხმიადაშვილი. სოფო, მოგესალმებით. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ როდესაც ბოლო შევხვდით ერთმანეთს, საუბრობდით ფაქტობრივად იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც ამ კუთხით არსებობს და ალბათ ჩვენ დღევანდელი საუბარიც უნდა დავიწყოთ ყველაზე, ასე ვთქვათ, ძირითად აქცენტებზე, რაც საბოლოო ჯამში, როგორც დამაბინძურებელი ფაქტორი, ასე ვთქვათ, თავის გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე. როდესაც აი ამ საკითხს ვეხებით, რამდენიმე კომპონენტი ალბათ ყველას მოგვდის თავში და ვფიქრობთ, ერთ-ერთი პრობლემა ამ კუთხით შეიძლება ავტოსატრანსპორტო, თქვათ, გამონაბოლქვი იყოს, სამშენებლო სამუშაოები ასევე. სამრეწველო ენერგეტიკული ობიექტები, მოკლედ ესია წლიდან წლამდე მატულობს, იმიტომ რომ ჩვენ იმ ვარ, ასე ვთქვათ, ურბანისტულ ყოველდღიურობას ვეხებით, რომ ის ვერ გაჩერდება, მაგრამ თან ამავდროულად აქტუალური ხდება, რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად ჰაერის ხარისხი. როგორ იზომება ეს ჰაერის ხარისხი გითხარით და შემდეგ აი ყველაზე, ვთქვათ, მნიშვნელოვანი კომპონენტები ჩამოვთვალოთ, რომელიც საბოლოო ჯამში აი ამ ხარისხის ვთქვათ კუთხით ჰაერზე ახდენს გავლენას. ასე კი მოგესალმებით კიდევ თქვენს მაყურებელს მივესალმები. დღის მდგომარეობით 15 ავტომატური სადგურის საშუალებით ვახორციელებთ მონიტორინგს, რომლებიც განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქალაქ თბილისში არის 5 სადგური, ამას გარდა გვაქვს ქალაქ თელავში, ახალციხეში, მესტიაში, ზუგდიდში, ქუთაისში 2 სადგური გვაქვს, ასევე ბათუმში გვაქვს 2 სადგური. ამას გარდა კიდევ ვახორციელებთ ინდიკატორული გაზომვების საშუალებით მონიტორინგს. აი შარშან მაგალითად თუ 32 ლოკაციაზე ხორციელდებოდა მონიტორინგი ინდიკატორული გაზომვების საშუალებით, წელს უკვე 48 ლოკაციაზე ვახორციელებთ. იზომება სხვადასხვა დამაბინძურებლები, როგორიც არის მტვრის-მყარი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, ოზონი, ნახშირბადის მონოქსიდი. თქვენ გულისხმობთ ალბათ, რომელი დამაბინძურებლები, ანუ რა აბინძურებს უფრო მეტად. კი ბატონო, ვიდრე ამ საკითხს ჩავშლით, ვთქვათ, ეხა აქ ხვდებით, რომ თანმიმდევრობას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, ვთქვათ, რა ჰაერს ვსუნთქავთ, ამის გარკვევა. მოდით გითხარით, ვთქვათ, გაუმჯობესდა თუ არა ჰაერის ხარისხი წინა წლებთან შედარებით და დღეს აი ბოლო 5 თვის მონაცემებით, ეს არის წლის პირველი ანგარიში, რა შედეგი გვაქვს? ჩვენი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რომ შევადაროთ, ვთქვათ, 2024 წლის მონაცემები და 2025 წლის მონაცემები, მაგალითად, ქალაქ თბილისში 29 ლოკაციაზე ხორციელდებოდა ორივე წელს გაზომვები და აქედან გადაჭარბება 2024 წელს დაფიქსირდა 15 ლოკაციაზე, ხოლო 2025 წელს დაფიქსირდა უკვე 12 ლოკაციაზე. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთ ლოკაციებზე გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხის მდგომარეობა. ასევე ვიტყოდი, რომ აი ბოლო 2 თვის განმავლობაში არც ერთ სადგურზე არ ყოფილა გადაჭარბება. ტურისტ გადაჭარბება იყო ხოლმე ხშირად წინა თვეების განმავლობაში, თუმცა არ აღინიშნებოდა და ესეთი პროგრესი გვაქვს მცირედი. მოდით ჩავშალოთ, გითხარით უბნების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი დაბინძურება სად არის და აი ეს რითი ხსნება, ვთქვათ, სადაც ყველაზე უფრო მეტი ტრანსპორტის გატარება ხდება. ახლა სულ ვამბობთ ხოლმე კი ახლა სადაც ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა, სადაც ვთქვათ მშენებლობები მიმდინარეობს, არის კიდევ ჰაერის ცირკულაციაზე დამოკიდებული, ანუ რამდენად ნიავდება გარემო, ხო? აი ეს ყველა ფაქტორი მოქმედებს და აისახება ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე და რუსთაველის გამზირზე, ნათაც მახსოვს.
სოფო, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ფაქტობრივად დაბინძურება არ არის. ეს მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმ თქვათ კლიმატურ ფონს უკავშირდება, რომელიც გვაქვს, ხო? ანუ ვიდრე ჩემოვიდოდით ეთერში, მე ვთქვი, რომ ეს თქვათ წვიმიანი, ქარიანი ამინდები საბოლოო ჯამში ხელს უწყობს, როგორც ჩანს, ამ კუთხით უკეთესი სურათი დადგეს. კონკრეტულად რა ფაქტორს თქვათ ეხება, ანუ ანიავებს თუ აი რა არის ილექება, აჰა. კეთილი. მოდით გვითხარით მე ასევე წინა შეხვედრიდან მახსოვს, რომ მნიშვნელოვანია სრული სურათის წარმოდგენისთვის, რაც შეიძლება მეტი სადგური მუშაობდეს. ასევე ვიცი, რომ გარკვეული წინსვლები არის ამ კუთხით, დაგეგმაც წლის ბოლომდე 10 სადგურის დამატებით გაშვების ასევე მძალაშია. ეს რა თქვათ სურათს მოგცემს და სად გეგმავთ ამ დამატებითი სადგურების მოწყობას? ესე იგი წლის ბოლომდე 10 დამატებული ახალი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური დაემატება ჩვენს მონიტორინგის ქსელს. ერთ-ერთი სოფელ თაზაკენში უკვე ანუ საცდელ რეჟიმში პორტალზეც გადის უკვე და გვაქვს მოქმედებს 5 სადგური უკვე განთავსებულია და მალე ველოდებით რომ ამოქმედდება კიდეც და წლის ბოლომდე დამატებით ეს 5 სადგურის და ჯამში 10 სადგურიც ამოქმედებული იქნება და გაზომები იქედანაც იქნება მონიტორინგის შედეგებს იქედანაც მივიღებთ. ესენი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჭიათურაში, ზესტაფონში 2 სადგური გვექნება, ერთი ინდუსტრიულ ფაქტორებზე გათვლილი, მეორე რომელიც ფონური, ანუ სხვადასხვა ტიპის სადგური ადრე საუბრობდით კიდეც ამაზე. კიდევ გვექნება ესე იგი რაღაც მეგონი აღარ მახსოვს. მეგონი ჩამოვთვალეთ კიდეც. არა, 10 სადგური არ მithქვამს ზუსტად. ესენი ბოლნისი, გორი, თაზაკენდი უკვე ვახსენეთ, ზესტაფონის 2 ვახსენეთ. ჭიათურაც ვახსენეთ, ხო? ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვექნება უკვე სრული, ანუ ჯამში გვექნება 27 მონიტორინგის სადგური, რომელიც იქნება ანუ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი რაოდენობა სადგურების. ანუ უკვე შევასრულებთ აი ამ კი ბატონო, აი რო დაუბრუნდეთ ისევ იმ საკითხს, რაც ეხება თქვათ განსაკუთრებულ დამაბინძურებელ ფაქტორებს, ეს არის 2 უბანი, ვთქვით ხო, წერეთელი და რუსთაველი. აქ მხოლოდ ტრანსპორტის მაღალი გამოვლობის გამო ხდება, ვთქვათ, ჰაერის დაბინძურება თუ სხვა რაიმე კომპონენტია კიდევ და რო გითხრათ, ვთქვათ, რატომ არის სხვადასხვა უბანში ჰაერის ხარისხი ერთმანეთისაგან ასეთი განსხვავებული? დიახ. ესე იგი სხვადასხვა უბნებში როგორც ვთქვით, შენობების განლაგება არის სხვადასხვანაირი, ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა არის განსხვავებული, ასევე ჰაერის ცირკულაცია არის განსხვავებული და ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე. შესაბამისად, რომელ უბანშიც როგორი მდგომარეობაა, შედეგიც გვაქვს ისეთი. ვახსენეთ ხა წერეთლის გამზირი და რუსთაველის გამზირი, ყველამ ვიცით ალბათ როგორ ანუ გადაჭარბებული ინტენსიური მოძრაობა აღინიშნება ამ ტერიტორიაზე. ანუ მშენებლობებიც არის ახლა გარკვეულწილად ხორციელდება იქეთაც მშენებლობები და განიავება, ანუ ბევრი შენობები ხელს უშლის ასევე აი ამ ჰაერის ცირკულაციას. საინტერესოა აი ამ ჩამოთვლილი, თქვათ, მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი ფაქტორებიდან რომელია ყველაზე უფრო გამოკვეთილი ტრანსპორტი, თქვათ, მშენებლობა თუ არსებობს კიდე სხვა წყაროები, რომელიც ასევე, თქვათ, აბინძურებს ამ ჩვენს ჰაერს. ანუ ძირითადად გამოყოფდი ტრანსპორტს, მშენებლობას, დავამატებდი ტრანსსაზღვრო დაბინძურებას, ну მრეწველობა, რა თქმა უნდა. ეს ის დამაბინძურებელი ფაქტორია, ბურუსი რო გვეგონა, კარგასნის განმავლობაში და შემოსული იყო, ხო შემოჭრილი. უდაბნოსპრის მასების გადაადგილებას რომ ვეძახით, აი აქ არის ტრანსსაზღვრო დაბინძურება. კი ბატონო. მოქალაქეების როლზე და პასუხისმგებლობაზე მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ფაქტობრივად ამ ეპოქაში, ამ საუკუნეში ხარ ამ ურბანულ წინსვლას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. ნუ შესაბამისად, ალბათ იმის გააზრება, რომ
რაღაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს მით უმეტეს როდესაც ვხედავთ საკითხს და გარკვეულ გამოწვევებს გვაქვს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვათ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანი იყოს ამ საკითხის მიმართ. Ну, ვიტყოდი, რომ ალბათ საკუთარი ავტომობილები ყავდეს გამართული. თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოვიყენებთ უფრო ხშირად, ვიდრე ავტომობილს, იქნება უკეთესი. ასევე ნარჩენების წვა უწყობს არის დაბიძურებას ხელს და ამიტომ თუ არ დავწვავდით ნარჩენებს, ესეც დადებითად იმოქმედებდა. Ну, მცირედი, მაგრამ გარკვეულ შედეგს გარკვეულ გავლენას მოახდენდა დადებით ჩვენი მხრიდანაც. მწვანე სივრცეების არსებობა რაში გვეხმარება, ვთქვათ. გარდა იმისა, რომ ვიცით და ამაზე ვთქვათ, მიდის უკვე კარგახანია საუბარი, რომ ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური გამოწვევა ის, რომ შეიძლება ვერ ვახერხებდეთ რაღაცნაირად გარკვეული დროის გატარებას ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მაგრამ მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის თავისი ცხოვრება სწორად დაგეგმოს ამ კუთხით. მით უმეტეს დღეს კომფორტულია თუ გიწევს იმ ადგილზე ცხოვრება, სადაც გამწვანება არსებობს. მაგრამ ასევე არის ვთქვათ კონკრეტული ადგილები, სადაც ეს პრობლემა ჯერ კიდევ არის. ზოგადად აი ერთის მხრივ ქალაქის ფილტვები მნიშვნელოვანია რომ იყოს და ფუნქციონირებდეს და მეორეს მხრივ აი დამაბინძურებელი ფაქტორების კუთხით აი მწვანე სივრცეებს რა როლი აქვს. და როდესაც ხედავთ პრობლემას ფართო სურათში, როგორ სტრატეგიაში რას წარმოადგენთ ხოლმე, ვთქვათ, რაზე ფიქრობთ თქვენ სპეციალისტები, იმიტომ რომ 2-3 წელიწადში ჩვენ მუდმივად შევხვდებით ამ პრობლემას და საჭიროა რომ რაღაცა ცოტა უფრო ვფიქრობ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, თუნდაც გარკვეული მიდგომებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს საკითხის უკეთესობისკენ შეცვლა. რაღაცა მცირედით მაინც ყოველ შემთხვევისთვის. დიახ, ესე იგი, რაც შეეხება მწვანე სივრცეს გადებითად მოქმედებს და ასუფთავებს ჰაერს, რაც უფრო მეტი იქნება, უფრო მეტად გასუფთავდება ჩვენი ჰაერი. თვითონ როგორ უნდა დაიგეგმოს ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, ანუ ჩვენი დეპარტამენტის ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს და ამ შედეგებს, მონიტორინგის შედეგებს გადავცემთ შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც იღებენ ამ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი არის ჩვენი მონიტორინგის შედეგები, გარკვეულ რეგულაციებს და ამ რეგულაციებს ატარებენ. მე ვიტყოდი, რომ ანუ დღესდღეობით რაც ტარდება, თქვა მწვანე სივრცეები ეწყობა და ასე შემდეგ, ხო ვიცით, რომ ტარდება გარკვეული რეგულაციები იმ კუთხით, რომ გაუმჯობესდეთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხი. ვფიქრობ, რომ უფრო ანუ არ შეჩერდეს, გაგრძელდეს, რომ მივიღოთ უფრო, ვთქვათ, მოკლე დროში შედეგი. ზოგადად გრძელვადიანი პროცესია, შედეგი დავინახოთ, ანუ რეგულაციების შედეგად მიღებული ჰაერის ხარისხის. თუმცა ბოლოს მინდა კითხოთ რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავავლებთ, ყველაზე უფრო სუფთა ჰაერი როდის იყო? ხომ არ იყო თქვა იგივე კოვიდის პერიოდში, როდესაც ფაქტობრივად გაჩერებული იყო პლანეტა და ნამდვილად იყო. ჩვენ ხედავდით რომ რაღაცნაირად თითქოს კონდა იმის განცდა და შეგრძნება რომ ამ კუთხითაც რაღაცები დაალაგდა, ანუ ინდუსტრიის გაჩერებამ, ქარხანა ფაბრიკების გაჩერებამ საბოლოო ჯამში მოგცა თქვათ ის სურათი, რომელიც პლანეტაზე უკვე 10 წლებია არის პრობლემა და გამოწვევა. მონიტორინგის შედეგებმაც აჩვენა დადებითი შედეგი იმ პერიოდში იყო სტრესული გარემო, თუმცა ატმოსფერულ ჰაერის ხარისხზე დადებითად იმოქმედა. როგორც აღნიშნეთ, გაჩერებული იყო ყველაფერი და შესაბამისად დამაბინძურებლები ნაკლები იყო. კეთილი. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. სოფო ხმიედაშვილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საამმართველოს უფროსი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა თვალი გადაგვევლო ჰაერის ხარისხზე და გვესაუბრა ამ თემაზე, როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით. პირველი 5 თვის მონაცემები გამოაქვეყნა უწყებამ და ნახეთ, რომ ერთ-ერთი ვთქვათ მნიშვნელოვანი გამოწვევა დედაქალაქის კუთხით არის წერეთელი და რუსთაველი. მადლობა დათმობილი დროისთვის, დროებით დაგემშვიდობებით.